რამდენად შესაძლებელია წყვილმა ისწავლოს ჰარმონიული სექსუალური ცხოვრება? შესაძლებელი კი არა, აუცილებელია. აუცილებელია და კითხვა ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ეს არ არის ადვილი. ეს მოითხოვს ძალისხმევას, ეს მოითხოვს ასეთ ისევე მძიმე შრომას, რაც ჭირდება მაგალითად უცხოენის ათვისებას. მაგრამ უცხოენის ათვისებისთვის ეხა ყველა გაქცევაზეა საქართველოში და უცხოენის ათვისებისათვის мотиваცია ძალიან ძლიერია. ძალიან ძლიერია და ამიტომ ესე იგი ჩვენ არხეინობას, ჩვენ ტრადიციულ არხეინობას ძლევს ჩვენი ადამიანები. ესე იგი მუშაობა და სწავლა ჩვენც ვიცით. როცა გვინდა. ხო და აი სამწუხაროდ ესეთი მოტივირებულობას მე ვერ ვატყობ. აი არის ესეთი ლათინური ანდაზა, ახლა მე ინგლისურიდან ვიცი, ინგლისურიდან შემოვიდა ჩვენთან prevention better than cure. ესე იგი პრევენცია უკეთესია პროფილაქტიკა, ვიდრე მკურნალობა. მკურნალობა გაფუჭებულ საქმეს ასწორებს შენ. არჯობი არ გააფუჭო. ხო და აი სქესობრივი განათლება, სექსუალური განათლება, ეს არის პრევენცია სექსუალური დისფუნქციებისა. და აი, როდესაც ვეუბნები წადი, რაღაცა მოდის მეორე ვიზიტზე და აი, წაიკითხე წიგნი, არა, დრო არ მქონდა, ეს არ მქონდა. კაცო, სექსოლოგთან მოხვედი და შენ გინდა სქესობრივი ცხოვრება გაიმჯობესო. რას ქვია დრო არ მქონდა? ამაზე მნიშვნელოვანი რამე გააქვს? აი, როდესაც მე რომ მაწუხებს სიტყვაზე, ხო, სიტყვაზე ანგული ან რაღაცა, ხო? მივდივარ ექიმთან, ამაზე მნიშვნელოვანი რამე არსებობს იმ მომენტში. და ეხლა რომ მითხრას იმან რომ აი გააკეთე ეს შენ ჯანმრთელობას ხელს შეუწყო და მე რო უთხრა მე ჩემ კოლეგას და დრო არ მქონდა და არ გავაკეთე. ხო გამიბრაზდება და მართალიც იქნება. აი დაახლოებით ამას გვაქვს. мотиваციის ნაკლებობა არის რა. განათლების ამაღლების мотиваცია სამწუხაროდ მაინც არ არის რა მაღალი ჩვენთან რა და რაც ხდება აი ბოლოს ჩვენ საზოგადოებაში ჩვენ ქვეყანაში სულ არ უწყობს ხელს ამ მოტივირებულობის ზრდას მე პირიქით მგონია ისო განათლებასთან პირიქით მგონია